დღეს, როდესაც ინფორმაციული ნაკადი უპრეცედენტოდ დიდია ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ექსპერტისთვის თუ კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების სწორად ავთენტურად წარმოჩენას. ჩვენი შემდეგი სტუმრის პროფესიული გზა ამის საუკეთესო მაგალითია. ის აერთიანებს საჯარო მმართველობას, საერთაშორისო კვლევებსა და კრეატიულ სტრატეგიას. ანა მანველიშვილი არის საჯარო მმართველობის მაგისტრი, მკვლევარი, გერმანიის პრესის სააგენტოს არჩევნების კვლევითი რედაქტორი და შემოქმედებითი სტუდია ანუკი დიჯიტალის დამფუძნებელი. მისი სტუდია ეხმარება ბრენდებსა და დამფუძნებლებს საკუთარი ისტორიის სტრატეგიულად დამაჯერებელ თხრობაში. ამასთან ერთად ანა აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების პროექტებში და არის ქართულ-გერმანელ ქალთა ალიანსის წევრიც. სწორედ ამ მრავალმხრივ გამოცდილებაზე სასაუბროთ ანა მანველიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ანა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემი მოწვევისთვის. ანა, შესავალშიც ვახსენეთ, რომ თქვენი პროფესიული ბექგრაუნდი გზა არის ძალიან შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი. მინდა დავიწყოთ სულ თავიდან და მოგვიყევით ის მნიშვნელოვანი ასპექტები თქვენი პროფესიული გზისა, რა იყო მაშინ და ანუკი დიჯიტალზეც მე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. დიახ, ერთი შეხედვით რა სფეროების თქვენ ახსენეთ, შეიძლება ძალიან განსხვავებულად მოგვეჩვენოს ერთმანეთისგან, მაგრამ ჩემთვის მათ ერთი საერთო საფუძველი აქვთ, რაც არის ადამიანებისა და მათი ისტორიების გაგება. კვლევამ და საჯარო მმართველობამ მე მასწავლა, როგორ უნდა ვიმუშავო ფაქტებთან, გავაანალიზო ინფორმაცია და როგორ დავინახო სურათი უფრო ფართო კონტექსტში. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, მოგეხსენებათ, ცალსახად გამიღრმავა პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და სწორად გადამოწმებული. და აი ანუკი დიჯიტალში ამ ყველაფრის ფაქტობრივად აკუმულაცია მოხდა, რასაც მე უკვე დავუმატე შემოქმედებითობა და პირველ რიგში, როდესაც ვცდილობ გავიგო, ვინ არის ბრენდის მიღმა, ძალიან მაინტერესებს, რას წარმოადგენს ადამიანი და რა ისტორიის მოყოლა სურს ამით. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ანალიტიკური გამოცდილება, რაც მე მაქვს და რაღაც ეს შემოქმედებითობის შერწყმა, საბოლოო ჯამში უკვე ქმნის ძალიან ძლიერ და ავთენტურ ბრენდს. ანა, როგორ და რა იდეით შეიქმნა ანუკი დიჯიტალი, რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც გადადგეთ იდეის განხორციელებისთვის? აი, როგორ დაიწყო ანუკი დიჯიტალმა თავისი, ესე ვთქვათ, მოგზაურობა? ძალიან საინტერესო კითხვაა და მადლობა ამ კითხვისთვის. ფაქტობრივად ანუკი დიჯიტალი არის ჩემი პირადი გამოცდილებებიდან დაიბადა და შეიქმნა. საქართველოში, საფრანგეთსა და გერმანიაში სწავლების, მუშაობის და ცხოვრების პროცესში მე შევხვდი ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, რომლებსაც მართლა განსაკუთრებული იდეები ჰქონდათ, თუმცა საკუთარ გამოცდილებაზე და ცოდნაზე საუბარი უჭირდათ და მივხვდი, რომ დღეს უკვე საკმარისი აღარ არის იყო მხოლოდ კარგი პროფესიონალი, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ ვინ ხარ და რა იდეა და რა ღირებულებები არის შენი ბრენდის მიღმა და სწორედ ამიტომ შევქმენი ანუკი დიჯიტალი. მე მჯერა, რომ ყველა ბიზნესის მიღმა დგას ადამიანი და მისი ისტორია, რომლის მოყოლაც ცალსახად ღირს საზოგადოებისთვის და დღეს ამას დავამატებდი მხოლოდ, რომ ადამიანები მხოლოდ პროდუქტს აღარ ყიდულობენ, ისინი ნდობას, ღირებულებებს და ზოგადად ადამიანებს ირჩევენ და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, ამ სტორიტელინგი, ეს ამბის თხრობა მხოლოდ მარკეტინგის ინსტრუმენტი აღარ არის და მგონია, რომ ნდობის შექმნის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია. ანა, რომ შევაჯამოთ, რა არის ეს ძირითადი სერვისები, რასაც თავაზობს ანუკი დიჯიტალი თავის მომხმარებელს, პარტნიორ კომპანიებს და როგორ იწყება ხოლმე სამუშაო პროცესით, იმიტომ რომ თქვენს ახსენეთ, რომ ყველა ბრენდის მიღმა დგას ადამიანი და ადამიანის ისტორია და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი, რატო არის ეს წინაპლანზე წამოწეული და როგორ გამოიყურება სამუშაო პროცესი თითოეულ კომპანიასთან? სამუშაო პროცესი მართლაც განსაკუთრებით საინტერესოა. როდესაც ვხვდები თითოეულ მომხმარებელს, ადამიანს, ვცდილობ გავიგო, ვინ არის ეს ადამიანი, რა სიკეთის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის და რატომ ფიქრობს, რომ მისი იდეა არის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ვიცოდეს და ვენდოთ მას ჩვენ საზოგადოება. და აი, როდესაც პირობითად მე ვიწყებ მუშაობას ახალ ბრენდთან, კომპანიასთან, არასდროს არ ვეკითხები, რა არის მისთვის პირობითად მნიშვნელოვანი ლოგოს ფერი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა პრობლემის მოგვარებას გვთავაზობთ და რატომ უნდა ვენდოთ ჩვენ მას როგორც საზოგადოება და აი ეს ანალიტიკური გამოცდილება, რაც ჩვენ ვახსენეთ, მგონია, რომ მაძლევს იმის საშუალება, რომ ეს კომუნიკაცია ემოციასთან ერთად რაღაც რეალურ სტრატეგიაზე ავაშენო. კი ბატონო, და რამდენად მაღალია მოთხოვნა და ძირითადად ვინ არიან ის კომპანიები, რომლებიც მოგმართავენ დახმარებისთვის?
საკმაოდ ჩემთვის გასაკვირად საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა ბერლინში ვცხოვრობდა ბერლინში მოთხოვნა პერსონალურ ბრენდინგთან დაკავშირებით. ძირითადად ესენი არიან სტარტაპების დამფუძნებლები, კოუჩები პირობითად, რომლებიც მუშაობენ როგორც ფრილანსერები ან თვითდასაქმებულები და ამ ნაწილში სურთ რომ გახდნენ უფრო ხილულები. და როდესაც მომმართავენ ჩვენ უკვე ერთად ვიწყებთ მუშაობას, ეს არ არის რომ მხოლოდ ანუკი დიგიტალი ეხმარებოდეს იმ სტრატეგიის შექმნაში, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაიგეგმოს, ჩვენ ფაქტობრივად ერთად ვმუშაობთ. მათგან ვისმენ რა უნდათ და შემდგომ ჩვენ უკვე ვუწევთ შესაბამის დახმარებას. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ, გერმანია ახსენეთ ახალწმადიმყოფებით და ქართულ-გერმანელ ქალთა ალიანსის წევრიც ხართ. აი რას ნიშნავს თქვენთვის ამ ალიანსის წევრობა? რა არის ის ძირითადი ფოკუსები, რასაც აკეთებს ეს გაერთიანება? დიახ, სხვადასხვის სიმართლე რომ ვთქვა, ქართულ-გერმანელ ქალთა ალიანსის წევრობა რამდენადაც საამაყოა, ამდენად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც და ხშირად ვხედავ ბევრ კომპეტენტურ ქალს, რომლებიც შესანიშნავად აკეთებენ თავიანთ საქმეს, თუმცა საკუთარ მიღწევებზე საუბარი უჭირთ და მინდა აღვნიშნო, რომ პერსონალური ბრენდინგი რეალურად საკუთარი თავის რეკლამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს საკუთარი ღირებულებების, გამოცდილებების და პროფესიონალიზმის სწორად წარმოჩენას. როდესაც ადამიანები ვხედავთ არამხოლოდ იმას თუ რას აკეთებს კომპანია, ჩვენ გვინდა ვხედავდეთ იმას, ვინ აკეთებს ამას, ვინ დგას ამ ბრენდის მიღმა. განსაკუთრებით ქალებისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ხმა უფრო დამაჯერებლად გააჟღერონ, სწორედ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დღესაც სამწუხაროდ ძალიან ბევრია. ქალებს ხშირად უწევთ ხოლმე რაღაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად პარალელურად საკუთარ თავზე აიღონ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, რაც არის შინშრომა, ოჯახთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები. რაც არაანაზღაურებადია და ქალებს არ აქვთ ძალიან ხშირად თანაბარი შესაძლებლობები თუნდაც განათლებაზე და ზოგჯერ ისიც ხდება ხოლმე რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს საკუთარი კომპეტენციის მუდმივად დამტკიცება სხვებისთვის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ეს ალიანსი აკეთებს რომ შეიქმნას ისეთი მნიშვნელოვანი გარემო სადაც ქალებს ექნებათ ცალსახად თანაბარი შესაძლებლობები და მხარდაჭერა რომ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. და ხო, ანა, კითხავთ იმასაც, რომ წლებთან ერთად იცვლება ხო მუდმივად ის მეთოდები, რასაც აქცენტ ყველაზე მეტად ადამიანები ყურადღებას ბრენდის შენების პროცესში, ხო? და ის სათქმელი, რაც თითოეულ ბრენდს აქვს. დღეს აი რაზე კეთდება აქცენტი? როდესაც იქმნება ბრენდი, ხდება მისი ღირებულებების ჩამოყალიბება. რა არის ის თავარი ძირეული, რითაც ბრენდი ახერხებს თავისი იდენტობის წარმოჩენას? დღეს მგონია მე საკმაოდ ახალი ვარ ამ ბიზნესის სფეროში და რასაც მე ვხედავ და ჩემი მოკრძალებული გამოცდილებიდან რომ გაგიზიაროთ, ეს არის აი რაზეც მე მიმუშავია პირობითად ის კარგი მართლობის პრინციპები, რაც ცალსახად ბიზნესშიც ხდება, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეთიკა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები, რაც ცალსახად აყალიბებს ბიზნესს და აძლიერებს ბიზნესის კულტურასაც და დღეს მგონია რომ მომხმარებელი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამას, რამდენად უწრფელია კომპანია, რამდენად პასუხისმგებლიანია და რამდენად ემთხვევა ხოლმე მისი სიტყვები მის ქმედებებს და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის. ანა, გეგმებზეც მინდა გკითხოთ, ანუ კი დიჯიტალის გეგმებთან დაკავშირებით, რა არის ის სამოო სტრატეგიები, ხო? მე გერმანიაში ხართ, ევროპული ბაზარი იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა ბაზრებზე იყოთ ფოკუსირებული და გაფართოვდეთ უფრო ესე ვთქვათ მასშტაბურად. თუ არის ეს თქვენი სამოო სტრატეგიის ნაწილი? ცალსახად, მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან ბევრი იდეა მაქვს და ჩემ და გასაოცრად აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეც ვმუშაობ ამ პროექტზე, უფრო მეტი იდეა იბადება და ეს ამ ყველაფერს ბევრად განსაკუთრებულს და საინტერესოს ხდის. ანუ ფაქტობრივად დღეს ანუკი დიგიტალი არის ადგილი, სადაც მომხმარებელი, ექსპერტები, ბიზნესები იღებენ ვიზუალურ მასალასთან ერთად სრულ სტრატეგიულ მხარდაჭერას და სამომავლო და იქ გრძელვადიან პერსპექტივაში მე მინდა რომ ანუკი დიგიტალი გაცილებით მეტი იყოს ვიდრე არის შემოქმედებითი სტუდია, სურს ეს გახდეს ისეთი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შექმნის საგანმანათლებლო აქტივობებს პირობითად, თანამშრომლებს პროფესიონალებთან და ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდა მეწარმეებისა და საერთაშორისო პროფესიონალების განვითარებას. რაც შეეხება ანუკი დიგიტალის ესე ვთქვათ სივრცეს, რადგანაც თქვენ ევროპა ახსენეთ, მე ანუკი დიგიტალი ამ ეტაპზე წარმომიდგენია საქართველოში, გერმანიასა და
ლონდონში ამ ნაწილში. ჩვენ ამ სამ ლოკაციაზე ვართ განსაკუთრებით, ანუ საქართველო, ბერლინი და ლონდონი. და რა თქმა უნდა, მომავალში წარმომიდგენია, რომ ეს იყოს უფრო დიდი სივრცე საერთაშორისო პროფესიონალებისათვის და ეს დავამატებდი მხოლოდ რომ მე ცალსახედ მჯერა, რომ ისტორიები, მსგავსი ძლიერი ისტორიები ადამიანებს, ბიზნესებსა და ქვეყნებს ძალიან აკავშირებს ერთმანეთთან. და მინდა რომ ამ იდეის ირგვლივ გაიზარდოს ანუკი დიგიტალიც. ძალიან დიდი მადლობა ანა ჩართულობისთვის, წარმატებები ანუკი დიგიტალს და გელოდებით მოკლედ სიახლეებით ჩვენს ეთერში. უღრმესი მადლობა, ასევე თქვენს წარმატებას გისურვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ ანა მანუელიშვილი, ანუკი დიგიტალის დამფუძნებელი, საჯარო მმართველობის მაგისტრი და მკვლევარი პასუხობდა ჩვენს კითხვას. მადლობა მას საინტერესო და ინსპირაციული საუბრისთვის.